ჭკვირა საღამოს უზარმაზარი აფეთქება მოხდა ყატარში, რას ჰასლაფანის ინდუსტრიულ ზონაში, დოხას მახლობლად, მსოფლიოს ენერგეტიკის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე წერტილში. ცეცხლი გაჩნდა მაშინ, როდესაც ბარზანის გაზის ობიექტში ოპერაციების განახლება მიმდინარეობდა, რომელიც მდებარეობს კომპლექსში, რომელსაც მართავს Qatar Energy და შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 დაშავდა. ხელისუფლების განახლებული ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ირანი მყისიერად აღმოჩნდა მდგრადობის ცენტრში. რეგიონში ღია დაძაბულობა, ჰორმუზის სრუტე კი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შვეიცარიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჰაერში არიან, ხოლო ჯერ კიდევ ცოცხალია სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ირანის თავდასხმების ახლო მოგონება. რას? ჰასლაფანი ჩვეულებრივი ობიექტი არ არის. ის კატარის ენერგეტიკული გულის ნაწილია. ქვეყნისა, რომელიც რუკაზე პატარაა, მაგრამ ბუნებრივი აირით გიგანტია. როცა ასეთი მასშტაბის ნაგებობა აფეთქდება, მსოფლიო უყურებს კვამს და ასევე კონტექსტსაც. ნამდვილად ავარია იყო, რატომ მოხდა ეს სწორედ ახლა? როგორ გადაიქცა რას ჰასლაფანში მომხდარი ავარია ირანის წინააღმდეგ პოლიტიკურ გაფრთხილებას, თხილებად. ახლავე ყველაფერს კი ამბობ. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე შინაარსის კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველ დღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. აფეთქება მოხდა რას? ჰასლაფანის ინდუსტრიულ ქალაქში, კატარის ჩრდილოეთში, ბარზანის სტრუქტურაში, რომელიც ადგილობრივ გაზის მიწოდებას უკავშირდება. გუნდები ოპერაციების აღდგენაზე მუშაობდნენ, როდესაც აფეთქება და ხანძარი მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ძლიერი ნათება მანძილზე და კვამლის სვეტი, რომელიც ადგილზე ადის. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები და ხელისუფლება გაგზავნილნი იყვნენ ცეცხლის ჩასაქრობად, მუშების დასახმარებლად და ტერიტორიის იზოლაციისთვის. ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ ეს შემთხვევა იყო ოპერაციული ავარია, არ ჰქონდა მტრული ხასიათი და ყატარის გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტი არ დაზარალებულა. ეს განცხადება ცდილობს გამორიცხოს თავდასხმის ვერსია. მაგრამ საერთაშორისო მედიაში ეჭვი არ გამქრალა, რადგან რას ჰასლაფანი უკვე უფრო დიდი კრიზისის შუაგულში იყო. კომპლექს უფრო მეტი ყურადღებით აკვირდებოდნენ მას შემდეგ, რაც ირანმა ადრე რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა, ხოლო ყატარი ცდილობდა თავისი პოზიციის აღდგენას ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე. რაც ყურადღებას იპყრობს, ეს არის საქმის პოლიტიკური დროება. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპის მთავრობა ცდილობს ირანისგან მიიღოს ვალდებულებები ბირთვულ ინსპექციებზე, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებაზე და ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის კონტროლზე. JG Vance შვეიცარიიდან გაემგზავრა, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები დასრულდა და ოფიციალური თვითმფრინავით დაბრუნდა Joint Base Andrewsის ბაზაზე, მაშინ როცა ტექნიკური მოლაპარაკებების მონაწილეები მუშაობას აგრძელებდნენ. თეთრი სახლის სურს ეს მომენტი პროგრესად წარმოაჩინოს. ირანი, რომელიც ზეწოლის ქვეშაა, ცდილობს თავის მოსახლეობას დაანახოს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაუთმია. და ამ ყველაფრის ფონზე ყატარის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი აფეთქდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა შეთანხმება საწყის საფუძვლად შეაფასა და არა საბოლოო შეთანხმებად. სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას აფეთქება რას ჰასლაფანში. მიუხედავად ოფიციალური ვერსიისა, რომ ეს ტექნიკური გაუმართავობა იყო, რეგიონში ჩვეულებრივი დღე არ არის. ამავე დროს რეგიონში შეინიშნებოდა ამერიკული საწვავის შემსები თვითმფრინავები KC-135 და საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავი P-8 პოსეიდონი. ასეთი მოძრაობა შემთხვევით არ ხდება. შეერთებული შტატები კვლავაც განიხილავს სპარსეთის ყურეს როგორც რეალურ საფრთხის ზონას. ირანი იცის, რომ ჰორმუზი ზეწოლის ღილაკია. ირანის რეჟიმმა მოლაპარაკებების მადიდასთან პოზიციები დაკარგა და ცდილობს თავის მოკავშირეებთან დამარცხებულად არ გამოიყურებოდეს. ამიტომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერ აფეთქებას, თუნდაც ის ავარიად იყოს მიჩნეული, ეჭვების საწვავად იყენებენ. ყატარი ასევე რთულ მდგომარეობაშია. დოხა შუამავლის როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე კრიზისში. ესაუბრება ვაშინგტონს, დიალოგობს რეგიონულ ჯგუფებთან და ცდილობს დიპლომატიური ხიდის როლი შეინარჩუნოს. ამავე დროს მას სჭირდება უსაფრთხოების იმიჯი, რათა გაზი მსოფლიოს მიყიდოს. აფეთქება რასლაფანში ამ იმიჯს აზიანებს. თუნდაც ექსპორტი არ შეჩერდეს, პოლიტიკური გავლენა მაინც არსებობს. სტრატეგიულ ენერგეტიკულ ზონაში კვამლის სვეტის ვიზუალური სიგნალი საკმარისია, რომ ბაზარზე შიში და მთავრობებზე ზეწოლა გამოიწვიოს. დაზარალებულები იყვნენ მუშები, რომლებიც ობიექტში იმყოფებოდნენ ოპერაციების განახლების დროს. განახლებული მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. ყატარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაშავებულებს დახმარება გაეწიათ და ავარიამ არ გამოიწვია გარემოსთვის საფრთხე და არც საზოგადოებისთვის ინდუსტრიული ზონის გარეთ.
მიუხედავად ამისა, ადამიანური ზიანი მძიმეა. ოჯახები პირდაპირ დაზარალდნენ ხარვეზის გამო, რომელიც კატარის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და მნიშვნელოვან ადგილას მოხვდა. კატარის მთავრობა ცდილობს სწრაფად აკონტროლოს ნარატივი. მტკიცება, რომ დივერსია არ ყოფილა, მიზნად ისახავს ინვესტორების, ენერგიის მყიდველებისა და დიპლომატიური მოკავშირეების დამშვიდებას. ნორმალურ დროს ტექნიკური ახსნა საკმარისი იქნებოდა. ახლანდელ ახლო აღმოსავლეთში ეს აღარ არის საკმარისი. ირანი ზეწოლის ქვეშაა. ისრაელი კვლავ მზადყოფნაშია. ჰეზბოლა ლიბანში დაძაბულობის წყაროდ რჩება. და შეერთებული შტატები ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას, რათა უზრუნველყოს, რომ ირანის რეჟიმმა ხორმუზის შანტაჟის იარაღად არ აქციოს. ისრაელის მთავრობა ირანს განიხილავს, როგორც იმ საფრთხეების ქსელის ცენტრს, რომელიც ჰეზბოლას, რეგიონულ მილიციებსა და ბირთვულ ზეწოლას მოიცავს. შვეიცარიაში მოლაპარაკებამ ეს დაპირისპირება აჩვენა. თავის მხრივ ვენსმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია, მათ შორის ჰორმუზის მექანიზმში, ბირთვულ ინსპექციებსა და ტექნიკურ მოლაპარაკებებში. მეორე მხრივ, ირანის რეჟიმთან დაკავშირებულმა წყაროებმა სცადეს შეემცირებინათ ამერიკული განცხადების მნიშვნელობა. განაცხადეს, რომ გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმებული. ეს ვერსიების დაპირისპირება აჩვენებს, რომ თეირანი არ სურს ტრამპის მიერ დამორჩილებულად გამოჩნდეს. რეჟიმს ეკონომიკური შვება სჭირდება, მაგრამ ასევე სჭირდება სახის შენარჩუნება თავისი შიდა რადიკალების წინაშე. გემების დაბრუნება ჰორმუზის სრუტეში ირანზე ზეწოლის კიდევ ერთი ნიშანია. თუ სრუტე ღია რჩება, შანტაჟი ძალას კარგავს. თუ ბირთვული ინსპექტორები ბრუნდებიან, ირანის საიდუმლოებას სივრცე ეკარგება. თუ ტექნიკური მოლაპარაკებები აშშ-ის ზედამხედველობით მიმდინარეობს, რეჟიმს ნაკლები სივრცე რჩება დროით მანიპულირებისთვის. სანამ კატარი აფეთქებას უმკლავდებოდა, სხვა ფრონტზე ჩანდა, როგორ ესხმის თანამედროვე ომი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინამ დაარტყა სამხედრო ელექტრონიკის ქარხანას რუსეთის ვორონეჟის რეგიონში, რომელიც მიჩნეულია ისკანდერისა და ხას-1-ის რაკეტების, ასევე პანცირ S1-ის სისტემებისთვის კომპონენტების მომწოდებლად. უკრაინული შეტევა პირდაპირ კავშირში არ არის რასლაფანთან, მაგრამ აჩვენებს იმავე ტენდენციას, რაც ახლა ხდება. ენერგეტიკული ცენტრები, სამხედრო ქარხნები, საზღვაო მარშრუტები და ლოგისტიკური ბაზები პრიორიტეტულ სამიზნეებად იქცა. ვინც ინფრასტრუქტურას აკონტროლებს, ის აკონტროლებს ზეწოლასაც. ასევე გამოცხადდა განგაში, შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალასკაში სიტკასთან ახლოს სანაპირო დაცვის Air IHOC-ის 60 ვერტფრენმა ავარია განიცადა და მიმდინარეობს საძიებო სამაშველო ოპერაცია. ეს შემთხვევა გოლფის კრიზისს არ უკავშირდება, მაგრამ კიდევ უფრო ამძაფრებს ამერიკული ძალებისთვის ოპერაციულად დაძაბულ კვირას. ჰორმუზის სრუტე კვლავ კონტროლდება. ამერიკული თვითმფრინავები აქტიურ რეჟიმში არიან. გემები ფრთხილად გადიან. ვენსი შვეიცარიიდან ბრუნდება და პროგრესზე საუბრობს, ხოლო თეირანი ცდილობს თავი აარიდოს დანებების იმიჯს. ცეცხლი კატარში გაჩნდა, მაგრამ ზეწოლა მთელ გოლფის რეგიონზე გავრცელდა. მე ვარ მილსონ ალვესი, Global, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.